აი მაინც ყველამ ვიცით რა ხდება, მაგრამ ვითარების ანალიზით მნიშვნელოვანია, ხო? სად ვართ ახლა, საიდან მოვედით? ერთი კარგი რაც გაკეთდა და მისასალმებელია და უპრეცედენტო არის, რომ მოხერხდა ერთიანობა რეჟიმის არაღიარების ნაწილში. ის რომ ფაქტიურად დე ფაქტო იმ თვითმარქვია პარლამენტში რომ არ არის ოპოზიციიდან წარმოდგენილი და ხელით უწევთ ვიღაცების როგორც რუსეთის დუმაში დანიშნვა ოპოზიციად, ხო, სოზარ სუბარია მაგალითად დანიშნული ოპოზიცია, იქ გურამ მაჭარაშვილი არის და ასეთი ადამიანები, ხო? ეს უკვე მიუთითებს კრიზისზე. თქვენ კრიზისი ახსენებთ, ეს არის მათ შორის შიგნითაც კრიზისია, იმიტომ რომ არ აქვს არც ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის გარეთ ფორმალური სტანდარტი რაც არსებობს პარლამენტის საქმიანობის მაგალითად ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისია არის, ხო? იქ უწერია კომისიას, რომ კონსტიტუციას წერია, რომ ნახევარი